პარტიას ვურჩევდი, მიხედავთ საკუთარ საქმეს, საკუთარ ამორჩეველს, საკუთარ დღის წესრიგს, ჩვენ ძლიერ საქართველოში გაგვაჩნია ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმი და როგორ უნდა მივახციოთ ამ ქვეყნის პროგრესს და წინსვლას, ამიტომ ყველა პარტიას ვურჩევდი, რომ საკუთარი ამორჩევლით და საკუთარი საქმით დაგავდეს, ჩვენი საქმე გვაქვს და როდესაც საჭირო ჩავთვლით და რასაც საჭირო ჩავთვლით, მოვახსენებთ საზოგადოებას. ზოგიერთი მათგანი ფაქტია, რომ ხედავს იმას, თუ რა საფრთხის წინაშე დგანან, კონკრეტულად ის, რომ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, პრაქტიკულად გაიწევიან მთლიანად პოლიტიკური სივრციდან, თვით დესტრუქციით, თვით დაზიანების რეჟიმში მოუწევთ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გაუქმება, პოლიტიკურად ბუნებრივია. ამიტომ ნამდვილად არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან იდგმევა ნაბიჯები, აქტივობები იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული მომგებიანი პოზიციით შემოვიდნენ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ სივრცეს. ეს არიან სულ ფრუსტრაციაში. შესაბამისად ნიკა მელია ხა მიიღებს მონაწილეობას, არ მიიღებს არჩევნებში, ამით რა თქმა უნდა აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ამ რადიკალებს, იმ რადიკალებსაც, ვინც გამოთქვამენ, ანგრიად გამოთქვამენ სრულს, ან საკუთარ ამორჩეველს უმალავენ იმ ფაქტს, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებდნენ და ასრულებდნენ დავალების მიმცემების განკარგულებებს, იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ეს შეთქმულება დასრულდა მათი კრახით.